ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სასწავლო საწარმოა. აღნიშნულ კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები მრავალი წელია საერთო პრობლემებით ცხოვრობენ. შენობაში შესვლისთანავე ჩნდება განცდა, რომ აქ დრო წლების წინ გაჩერდა. 60 ადამიანისთვის, რომელიც მეორე სართულზე ცხოვრობს, მხოლოდ ერთი პირობითად სველი წერტილი და საპირფარეშოა. ყოველი დილა აქ 90-იანი წლების გახსენებაა. ოღონდ ამ შემთხვევაში რიგში დგომა არა სურსათისთვის, არამედ პირობითად სველი წერტილით სარგებლობისთვის უწევთ. 60 სული ვცხოვრობთ მესამე სართულზე და გვაქვს ერთი სველი წერტილი. დილით სამსახურში მიდის ხალხი, ზოგი 9 საათზე უნდა გამოცხადდეს, ზოგი 10-ზე, ბავშვები სკოლაში, კიდე ბაღში მიდიან და აქ რიგი იქიდან აქამდე რიგი დგას, ესე იგი. არაფრის არ გვერიდება, ჩვენ ახლა ერთმანეთს ისე ვართ შეჩევლები, აქ კაცი და ქალის გარჩევა არ არის, ისე შევდივართ. ხო და რა გვეშველება არ ვიცი, ჩვენ სამრეცხავში ვიბანთ იქ, ჭურჭელს იქ ვრეცხავთ, ტანსაცმელს იქ ვრეცხავთ და ელემენტარული, ესე იგი, რო დავიცვათ პირადი ჰიგიენა, ამისი საშუალება ჩვენ არ გვაქვს. პირობები არა მაქვს, არაფერი პირობები არა გვაქვს. 15 კვადრატული მეტრი გვაქვს ერთი ოთახი. იმაში 2-3 სული ვცხოვრობ. შეიძლება კუქსა იქ არის, ყველაფერი იქ არის, საერთოდ დასაძინებელი კუქსა ყველაფერი იქ არის. ტუალეტი გვაქვს და ერთი ტუალეტი გვაქვს, აქ ვინ ცხოვრობს ყველას. და დავდივარ ოჩერეთში ვდგივართ, დილას ზოგიერთ სამუშაოზე მიდის და ოჩერეთზე ვდგივართ. დაბზარული ჭერი, ჩამოშლილი კედლები, აყრილი იატაკი და მინებ ჩამსხვრეული ფანჯრები. ეს ის საერთო სურათია, რაც აქ მაცხოვრებელ ყველა ოჯახში იშლება. ოჯახები ყურადღებას ითხოვენ. ძალიან არაადამიანურ პირობებში ეს არის ელემენტარული სველი წერტილები არ აქვს მდევნელებს, ზოგმა ინდივიდუალურად შეიყვანა სველი წერტილები, შემდეგ კანალიზაცია არ არის, არ უერთდება, რის გამოც წყალი გროვდება პადვალში და უფრო უარეს მდგომარეობას იწვევს. ასევე კარფანჯრები არის ძალიან საშინელ მდგომარეობაში. როდესაც ქარი არის, სითბოს ვერ ინარჩუნებს ოთახი, პირადი გათბობა ეს არის შეშის გათბობა გზობს, დენზე თბება, ოჯახები არიან პატარა ბავშვები, ხანდაზმულები, რომლებიც ხშირად შემდეგ ასეთი ამინდის დროს ცივდებიან კიდეც და ასეთი პრობლემებთან უწევთ გამკლავება. ასევე ხშირად მდგომარეობიდან გამოდის კანალიზაციის მილები, ვინაიდან ეს არის ძალიან ძველი გაყვანილობა, რამოდენიმეჯერ იყვნენ მოსულები, რომ შეაკეთებდნენ, მაგრამ აღარ მოხერხდა ეს, რამოდენიმეჯერ კომისია გამოყვეს ამისთვის და ჩვენი ის არის, რომ ბავშვები ხანდაზმულები, რომლებიც უჭერთ ასეთ პირობებში ცხოვრება, დროულად იქნეს დაკმაყოფილებული თუ შესაძლებლობა ექნება. პრობლემების ჩამონათვალი ლესელიძის ქუჩაზე ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში მცხოვრები დევნილებისთვის შედარებით მცირეა, თუმცა გადაუდებლად მოსაგვარებელი. უამიდობის დროს დაბზარული ჭერიდან ოთახებში ისე წვიმს, როგორც გარეთ. პრობლემა ეს არის ჩვენი, რომ გვაწვიმს. ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, რაც გავაკეთეთ, ისიც გაგვიფუჭდა და ვართ გაჩერებული. ეს არის პირველი პრობლემა ჩვენი, რომ თავზე გვაწვიმს. ზევით სახურავზე სულ გვიდევს ვედრები, ტაშტები, მაგრამ მაინც არ შველის. ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენი. ახლა ეს როგორ უნდა გადავხუროთ ჩვენი და როგორ უნდა გავაკეთოთ. ვერანაირად ვერ გავაკეთებთ. დაგვეხმარებიან, რა თქმა უნდა, გვინდა რომ გავაკეთოთ. თანადაფინანსებით თუ სრულად საშუალება არ არის, მაშინ თანადაფინანსებით რა თქმა უნდა. რაღაცნაირად უნდა გავაკეთოთ, მეტი გზა არ აქვს. რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, ვერც რემონტს ვერ ვაკეთებთ, ვერც ვერაფერს რო გქონდეს ახსრები მაინც. რაც გაკეთდა, ისიც გაფუჭდა. ხედავთ თქვენ თვალით. რა დღეში ვარ, რამდენჯერ ატაშტები გვიდგია ზევით ხალხო. კუთხემ შეხედეთ, 70 წლის კაცი, 6 შვილის მამა ვარ. ხო და წევარ ასე მდგომარეობაში. რა უყოს, რაღაცა გვიშველოთ უნდაც. ადიარები მივაჭედი, მაინც ნიაღვარებით ჩამოდის წყალი. ხო და დღეში ვარ, უბედურ დღეში. შეხედე რას გავს. როგორ შეიძლება იქ? რაღაცა გავაკეთოთ უნდა. ახმარება გჭირდება. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სამივე კომპაქტური ჩასახლების სოციალური პრობლემების წარმოჩენა და ადვოკატირება იყო ძირითადი მიზანი, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციამ განათლება და სამყარო მრგვალი მაგიდა გამართა. პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა ინგლისის საელჩოს მხარდაჭერით და კონფლიქტებისა და ნაციონალიზმის კვლევითი ინსტიტუტის თანადგომით,
მიზანს ისახავდა 2015 წლის ადგილობრივი ქუთაისის მუნიციპალური ბიუჯეტის განხილვას და სპეციფიური პრობლემების, დევნილთა სპეციფიური პრობლემების გათვალისწინებას და მის ადვოკატირებას. პროექტმა თავისი ფუნქციონირება, განხორციელება უпростоრად დაიწყო დეკემბრის თვეში, 1 დეკემბერს, დღესაც გრძელდება ის და ამ პერიოდში სამ კომპაქტურ ჩასახლებაში, განსხვავებული კომპაქტური ჩასახლებები იყო აღებული სამიზნე ჩასახლებები, სამივე ობიექტში არსებული პრობლემების განხილვა მოხდა დღეს. ამ პრობლემების პრეზენტაცია მოახდინეს თვითონ თავად დევნილებმა, აქტიურმა ლიდერმა და საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელებმა, რათა მოხდეს მათი ადვოკატირება და ერთად ვეძებოთ გზები გადაჭრის. შეხვედრაზე ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის და ლტოლვილთა განსახლების სამინისტროს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ მოწვეულნი. შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის საკრებულოს წევრი თემურ ნადირაძე. ჩვენ შეხვედრა ქონდა იძულებით გადაადგილებულ პირთა, გავაცალეთ კიდევ ღრმად ის პროგრამები, რომელიც თვითმმართველობას 2015 წელში დამტკიცებული აქვს. აქ საკმაოდ ისეთი ნაბიჯებია გადადგმული დაახლოებით 900.000 ლარით არის გაზრდილი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების ბიუჯეტი, რაოდენობრივად გაზრდილი არის და რა ვიცი, ვცდილობთ რომ რაღაც კიდე ახალი მოვიფიქროთ, რომელიც ოდნავ მაინც ჩვენს მიცემს იმ მოსახლეობას, რომელსაც ჩვენგან დახმარება ჭირდება. შეხვედრაზე სამივე კომპაქტური დასახლების მაცხოვრებლებმა ოფიციალურ პირებს პრობლემების შესახებ პირადად ესაუბრეს. კონკრეტულად ჩვენს ობიექტზე ძალიან ბევრი საკითხია წარმოშვებული, რომელიც მოგვარებას უნდა მოგვარდეს და ამისათვის დღეს განათლება და სამყარო ახდენს ამ პრობლემების უშუალოდ წარმოჩენას და შემდეგ ზუსტად იმ გზების გაყვანას და იმ წერტილების აღმოჩენას, რომელიც შემდეგ გადაწყვეტილების გზებამდე მივა და წარმოდგენილი არის აქ დევნილთა წარმომადგენელი, შტაბის წარმომადგენელი, სადაც ხდება ჩვენი კონკრეტული პრობლემების განხილვა. ჩვენი ძირითადი პრობლემები მაინც ასე ვფიქრობ დაკანონებულია ჩვენი შენობა და უფრო მერიის წარმომადგენლებს უფრო ეხებათ, მაგრამ ძირითადად ჩვენი პრობლემას წარმოადგენს გადახურვის პრობლემა, წყალმომარაგების პრობლემაც ასევე ორსართულიან შენობაში ნასოსით ვეზიდების წყალს მიმართეთ არაერთ ორგანოს ამასთან დაკავშირებით კონკრეტულად წყალმომარაგების კომპანიასაც, მაგრამ დღემდე გვპირდებიან და არანაირი რეაგირება არ მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაცია მსგავსი სახის შეხვედრებს იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემების წარმოჩენის და ადვოკატირების მიზნით მომავალშიც გეგმავს.